მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოით და დღევანდელი ვიდეო არის ოქროს საგანძური ცხელი ძაღლიდან, რომელიც იმედის არქივიდან მოხვდა ჩემს ხელში. უბრალოდ იმედის არქივიდან მოხვდა ჩემი ოჯახის არქივში და ჩემი ოჯახის არქივიდან მინდა გაგიზიაროთ თქვენ, რომელიც ეხება ცხელი ძაღლის, არ ვიცი, ყველაზე საუკეთესო პერიოდს, მეორე-მესამე სეზონზე ელაპარაკი და არსებობს სიუჟეტი, რომელიც არის გადაღებული ცხელი ძაღლის გადაღების ადგილიდან, ანუ შუა გადაღებიდან. ასე ვთქვათ, შუა გადაღებაში არის შესული ჟურნალისტი, მისული ჟურნალისტი, რომელიც იღებს როგორც ინტერვიუებს, ისე იღებს რა ხდებოდა იქ გადაღების პროცესში. მეორე და მესამე სეზონზეა ლაპარაკი, არ ვიცი, ცხელი ძაღლის ალბათ ყველაზე ტოპ პერიოდში. და არც მეტი, არც ნაკლები, ეს ჟურნალისტი გახლავთ დედაჩემი თამარა. ის თამარა. ცხელი ძაღლის ამბებში მოკლედ ძალიან ჩართული იყო იმედიდან მოყოლებული და მინდა გაგიზიაროთ ეს სიუჟეტი, რომელიც არის ძალიან ბევრისთვის სიახლე, დარწმუნებული ვარ. ადრე რაღაც როცა ამოვქეკეთ ცოტა იმეებში გავაზიარო, მაგრამ ეს მასშტაბურად არ გამიზიარებია და მინდა ყველამ ნახოთ და მინდა კომენტარებში დამიწეროთ, მოგეწონათ თუ არა ეს სიუჟეტი. ეს არის იმედის დილის სიუჟეტი, ძველი იმედის დილის და დედაჩემი იყო იმედის დილის ჟურნალისტი და აშუქებდა სხვადასხვა მოვლენებს და ერთ-ერთი იყო, რა თქმა უნდა, იმ პერიოდში ცხელი ძაღლი იყო, რაც იყო რა. ასე და ამგვარად და ვიდეოს ბოლოს უკვე ამ სიუჟეტის ნახვის შემდეგ კიდევ პატარა სიურპრიზი მაქვს და აუცილებლად გეტყვით მაგ ყველაფერს. წავიდა ვიდეო. თქვენ ყველას გახსოვთ, ალბათ ტელეიმედის ეთერში გადიოდა სერიალი ცხელი ძაღლი, რომელიც საოცარი პოპულარობით სარგებლობდა ჩვენს მოსახლეობაში და ახლა გრძელდება მისი გადაღებები. ანუ კიდევ 12 სერია იქნება. ალბათ ყველას გაინტერესებთ რა ხდება გადასაღებ მოედანზე. ჩვენი კორესპონდენტი თამუნა გოგელიძე ცხელი ძაღლის ცხელკვალზე. არ გეგონოთ, ამ კაფეში ყავის დასალევად ვარ შემოსული. ეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი დღეა იმ ასათი გადასაღები დღიდან, რომელიც 4 წლის წინ ოსკარზე წარდგენილ ქართველ რეჟისორს ზაზა ურუშაძეს დაუმატეს სერიალის ცხელი ძაღლის გადასაღებად. ახლა სწორედ ერთ-ერთ ეპიზოდს იღებენ. ღამის 12 საათისთვის გადამღებმა ჯგუფმა ვაკეში კაფე ბატონებში მოიყარა თავი და ტერასა გადაღებისათვის მოამზადა. 12 გადაღებული სერიის შემდეგ პროექტის ავტორებმა და სერიალის მესვეურებმა მაღალი რეიტინგისა და მაყურებლის ინტერესის გათვალისწინებით გადაწყვიტეს ფილმის გაგრძელება და კიდევ 12 სერია დაემატა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ბევრი დამწყები მსახიობიც აიყვანეს, რეჟისორ ზაზა ურუშაძის პრინციპით და გამოცდილებით ფილმი უფრო მხატვრულ კინოს დაემსგავსა და ამით მოიგეს კიდეც. თითოეულ მათგანს რომ მკითხო, სერიალებს არც უყურებენ და არც ამის დრო აქვთ. თუმცა საინტერესოა მაინც რა არის მათთვის სერიალი. სერიალი არის მატერიალური წყარო, შემოსავალი ასე. ეს არ არის დაუშვით რაღაცა ჩემი სულიერი ამაღლებისთვის თუ ხელოვნება არ არის, მე თუ მკითხავთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობ რომ მაქსიმალურად გავაკეთო ის, რაც ჩემგან მოითხოვება, ხო? მსახიობი, რამ მე არ ვყოფ ამას. შექსპირი ექნება თუ ქართული დრამატურგის რა სერიალი ექნება, ერთდროულად ერთი დატვირთვით მუშაობთ. მაგრამ მაინც სერიალია. ისეთ არტისტებთან მოგიწია მუშაობამ, რომელიც თქვათ შეიძლება ამ მასალში სცენაზე ეს შესაძლებლობა ან მხატვრულ კინოში არ ქონოდა. ეს არის ძალიან მაგარი პარტნიორები მყავს. შეიძლება ითქვას, ისე გამიმართლა რომ არ ვიცი რა. იმდენი რამე ვისწავლი, ჯერ მარტო ჩემი პროფესიისთვის, თუ ეს პროფესია შეიძლება ჩაითვალოს, ხო? ძალიან ბევრი რამე და ძალიან ნიჭიერეს ხალხთან მიწევს და რაღაცა ვცდილობ რომ არ დავითრგუნო, იმიტომ რომ ძალიან მეტრები მიდგან, ანუ გვერდით. რაღაცა რა ჩდება მაყურებლის ინტერესი, რაღაცები მოხდა ძალიან საინტერესო. ჩემთვისაც როგორც მსახიობისთვის აი რაღაც თუნდაც ეს რაღაც სატელევიზიო ხერხები იყოს და ასე შემდეგ. აი საინტერესო რაღაც კლასები გაჩნდა, იმიტომ რომ პირველად ვარ ასეთ სერიალში ახლა ისე მხატვრულ ფილმებში ბევრჯერ ვქონდა ასე. კები, აუცილებლად უკვე აფეთქი და წამოდი რა. იბი. ვაი მასო. ნუ სერიალი იმხრივა საინტერესო რომ ისეთი საერთო აზრი ერთ იმაში შეიძლება რომ ჩააქცეო და ამიტომ სერიები რომ მიდის მე მაყურები უფრო ინტერესით უყურებს ამას ყველაფერს და უცდის მეორე სერია როდის იქნება მესამე სერია როდის იქნება და რაღაცა ინტერესი იწვევს ამასთან დაკავშირებით. ხა როგორც მაყურებელი ხარ სერიალი
არა, მე ვარ სერიალის მაყურებელი, იმიტომ რომ 100 თუ ისე მაინც არა, არაფერს შუაში არ არის ბრაზილიური სერიალი, მაგრამ საერთოდ რაღაცნაირად ცხოვრებისაგან უფრო განსაკუთრებული ხარ და რაღაცნაირად უფრო თავისუფლები ხოლმე და გულს აყოლებ ამ სერიალს. თორე ახლა მხატვრული ფილმები რო კარგია და გადასარევი, ყველა მიცის და თვითონ რეჟისორმა იცის ზაზაურუშაძე, მაგრამ რა თქმა უნდა მოძრაობა ეს ახლა მსახიობისთვისაც და რეჟისორისთვისაც, მხატვრისთვისაც და ძალიან კარგია სერიალები რო ჩაერთო. ხო, რომ თქვა რომ რაღაც ისეთი დაკმაყოფილება მაქვს, რაღაც სულიერად, მორალურად, მატერიალურადაც სულიერად თხოვილია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც მოძრაობა შეინიშნება. ამით ტრენინგია რა თქმა უნდა და ვემზადებით უფრო დიდი ნახტომისთვის, იქნებ კარგი ფილმები გადაგვაღებინონ მე. ეს დიდი კინო არ არის რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან ვიხარია რომ გვეძლება საშუალება რომ მაინც დავიკმაყოფილოთ ის სულ ესაც ქვია მუშაობის პროცესი, სრული მუშაობის. თუმცა ეს სერიალი ხა მაინც არ დავარქმევდი ეს სერიალს, იმიტომ რომ ეს არ არის ბრაზილიური ტიპის სერიალი, მე დავარქმევდი ამას ეს მრავალსერიან ხატრულ სატელევიზიო ფილმს. პრინციპში იგივე როგორც მუშაობთ კინოში, აბსოლუტურად იგივეა. პრინციპი რომ ვიდეოზე ვიღებთ, ეს არის განსხვავება ჩემთვის და ეს ვადებია, ცოტა უფრო ისეთ რთულია, იმიტომ რომ პრინციპში ჩვენ ვადრეში ვიღებთ სრულმეტრაჟიან, თითო სერია არის სრულმეტრაჟიანი. როგორც იცით და პრინციპში სრულმეტრაჟიან ფილმს ვიღებთ ვადრეში. ეს არის ძალიან რთული. ასეთი რეჟიმის შემდეგ რეჟისორი თავისი გადამღებით ჯგუფით ნამდვილად იმსახურებს დასვენებას. თუმცა მათი კოლეგების ჩანაცვლებით მაყურებელს სერიალი არ მოაკლდება, რადგან ტელეკომპანია იმედი ბევრ საინტერესო ქართული სერიალის პროექტზე მუშაობს. აი, როდესაც ვიხილავთ ამ ფილმის გაგრძელებას, მე მგონი ბოლოს და ბოლოს გვეღირსება, გავიგოთ რა ბედი ეწია ბიძინა თაბაგას. ეხლა ამ სიუჟეტიდან გამომდინარე, რა შეიძლება ითქვას, ხო? ძალიან დარწმუნებული ვარ ბევრისთვის მოულოდნელი იყო კომენტარები. მაგრამ ლოგიკურია, ხა ეს იყო იმ დროისთვის, რა ვიცი, ბევრისთვის პირველი გამოცდილებაც კი სერიალს გულისხმობ რა. მაგრამ ფაქტად რჩება, რომ გაამართლა კი არა, გადაამართლა. მაგრამ მსახიობების მხრიდანაც ლოგიკურია, რომ ერთ-ერთი მით უმეტეს იმ პერიოდში შემოსავლის წყაროც შეიძლება ითქვას იყო ეს სერიალი, მაგრამ დღეისობით რომ იპყრობს ყველანაირ თასს და მწვერვალს, ეს რა თქმა უნდა არის ზაზაურუშაძის დამსახურება, შემოქმედებითი ჯგუფის დამსახურება და რა თქმა უნდა ამ მსახიობების, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს ესა თუ ის პერსონაჟი. ისე დამიწერეთ კომენტარებში, რომელია თქვენთვის საყვარელი პერსონაჟი, ძალიან საინტერესოა, ვის რამდენი ხმა იქნება და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება სიურპრიზს. ეს მაისური როგორც მაცვია, ეს წინა ეპიზოდშიც გამოჩნდა და ცხელი-ძაღლის ირგვლივაც ტრიალებთ, დაითრიეს აქვს სხვადასხვა ტიპის დიზაინი ცხელი-ძაღლის ირგვლივ და საკმაოდ ხარისხიანი მატერია და შეგიძლიათ შეიძინოთ. მაგრამ ეხლა რაც შეეხება სიურპრიზს, რომელიც არის ძალიან განსხვავებული. მოგეხსენებათ ცხელი-ძაღლის ირგვლივ ძალიან ბევრი პროდუქტი, ნაწარმი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა აქსესუარებიც კი მზადდება. და ჩვენ ყველას ხელს უწყობთ, რომ თქვენამდე მოვიდეს ეს ინფორმაცია და გაიგოთ. რომ ბევრი ვიყოთ რა ქალაქში ცხელი-ძაღლის სხვადასხვა დეტალებით და გამოჩნდა კიდევ ერთი მიმართულება, ასე ვთქვათ, შეიქმნა ცხელი-ძაღლის სტიკერები. კომპანია, რომელიც ამზადებს ცხელი-ძაღლის ძალიან ორიგინალურ სტიკერებს, როგორც გამოსახულებით, ისე ფრაზებით. ცხელი-ძაღლის ფრაზებით. და ეს კომპანია არის სტიკ-არტი, რომელიც შეგიძლიათ გადახვიდეთ, გამოიწეროთ და მოკლედ მე მინდა გაჩვენოთ რამდენიმე რომელიც შეკვრაში არის, როცა თქვენ შეიცეთ. ეს სტიკერები შეგიძლიათ ყველგან დააკრათ პრინციპში რა, მანქანა იქნება ეს, მობილური იქნება თუ ასე შემდეგ. და ქალაქში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, რომ ცხელ-ძაღლოლოგები ვართ ბოლო რა. და მე ახლა აი ამ სტიკერებს ამოგინათებ და თან განახებთ როგორი ორიგინალური და ესეთი კარგი სტიკერებია. და თან დავიკითხოთ რა ფრაზებით რა. ესა ვარ ალექსანდრე ნიჟარაძე, ლექსო. ეს ჩვენი ლექსო ნიჟარაძის სტიკერი არის. შემდეგი არის ვერ ნახე მამირტალა კაც რამაკადრაო. სოსოიგაც. ეკოპრებ. შემდეგი არის ბიჭო. დათვით რომ დაძუნძულებ. ფული გინდა? მინდა. ო, შენგან არა. გურამჯინერია სტიკერი.
ნუ კალდონასი ემაზე რა თქვი? ემაზე რა. სულელია? ემაზეც გვაქვს. შემდეგი სტიკერი არის ჩვენი დავიდოვიჩის. შეხედე. გამოცვლის რამე ქათამაძესო? ესეთი სტიკერიც გვაქვს ჩვენი დავიდოვიჩის. ნუ ვანო გეჯაძის გარეშე როგორ შეიძლებოდა? შენ ბენზინთან რა საქმე გაქვს? ქათამაძის სტიკერი შემოვიდა მასობაში. იცოდე ტელევიზორი აღარ გამომირთო. ესეთი ისაკსა. სახარიჩის ეს ფრაზა ალბათ ყველას გახსოვთ. ჯინორიასთან ომიდის. კაი კაცო. ახალი დაცვა ყავს თუ გონღაძე გამოეწერა საავადმყოფოდანო. მოკლედ ეს და კიდევ მრავალი სტიკერები გელოდებათ და შეგვეხმიანეთ ხო რო შეგიძლიათ როგორც ჩვენს ოფიციალურ გვერდზე მოვწეროთ შეგიძლიათ ასევე სტიკ არტზე გადახვიდეთ და შეიძინეთ მოკლედ თქვენთვის სასურველი სტიკერები. ასევე ვინც არ ხართ ჩვენს ფან-კლუბ გვერდებში ცხელი-ძაღლის ირგვლივ, აუცილებლად გამოგვიწერეთ ჩვენს Instagram გვერდზე, ჩვენს TikTok გვერდზე და ჩვენს დახურულ Facebook ჯგუფში, სადაც მიდის მთელი ამბები ცხელი-ძაღლის ირგვლივ. და ასევე გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხივი, ერთი დაკლიკებაა და მორჩა. შემდეგი ეპიზოდიდან კი გელოდებათ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. რაც მოიაზრებს იმას, რომ TikTok-ზე რამდენიმე ჩემს ვიდეოზე შემხვდა მსგავსი კომენტარი, რომ ცხელი-ძაღლის ირგვლივ კიდევ მრავალი ქართული სერიალი გაიხსენეს და ახსენეს. და შემდეგი ვიდეოებიდან გელოდებათ ძალიან საინტერესო დეტალური შედარებები სხვადასხვა ძველ თუ ახალ ქართულ სერიალებში და საბოლოო ჯამში სიძლიერის მიხედვითაც და ობიექტურადაც პრინციპში ცხელი-ძაღლის გვერდით დავაყენებთ სხვადასხვა ქართულ სერიალებს და განვიხილოთ რამდენად ახლოს მიდის და რამდენად განსხვავებული სცენარი აქვს, ჟანრი და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო შედარებები გველოდება და მეც უშუალოდ მე თვითონ ძალიან მიყვარს ძველი ქართული სერიალები და ამ ყველაფრის გახსენებაც წავა, კადრების ამონათება და ერთად მოკლედ განვიხილოთ რამდენად ახლოს და გვერდ დაუდგებიან ეს სერიალები ერთმანეთს. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და შემდეგი ეპიზოდისთვის კარგი ამბები გელოდება. გაიხსენეთ თქვენთან ძველი ქართული სერიალები, დამიწერეთ კომენტარებში რომელი სერიალის განხილვა და შედარება დაგაინტერესებთ ცხელ-ძაღლთან ერთად, ცხელი-ძაღლის გვერდით დაყენება ასე ვთქვათ და მოკლედ ვაპაიქროთ და ვნახოთ სიღრმისეულად რითი იყო გამორჩეული ესა თუ ის სერიალი. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე. არხის გამოწვევას კი არ დაგავიწყდეთ. დროებით.